ქართულ-უკრაინული უნივერსიტეტის იბერიის ყოფილი რექტორი ვანო მერაბიშვილის სიმამრს ალიბექ სალაყაიას და მინისტრის ყოფილ მოადგილეს ამირან მესხელს მსხვილი თანხის გამოძალვაში ადანაშაულებს. საუბარია 9 მილიონ ლარზე. დავით ჩიტაიას განმარტებით სასწავლებლის ხელშეუხებლობისა და აკრედიტაციის მიღების პირობით სოდის თანამშრომლებმა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ანგარიშზე $200,000 გადარიცხვა მოითხოვეს. შემთხვევა 2009 წელს მოხდა. საქმეში მოგვიანებით ალიბექ სალაყაიაც ჩაერთო, რომელიც $51,000 სანაცვლოდ ჩიტაიას პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. თუმცა თანხის მიღების შემდეგ მას შეახსენა, რომ ნაციონალური მოძრაობის ვალი ჰქონდა. ჩიტაია 2 წლის განმავლობაში 3ჯერ დააკავეს და საერთო ჯამში საპროცესო გარიგების სახით $440,000 გადაახტევინეს. ყოფილმა რექტორმა საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას 2 დღის წინ მიმართა. როგორც კი აკრედიტაცია წარმატებით გავიარე, მათ ესე იგი სიტყვა არ შეასრულეს და ეგრევე დაიწყეს შანტაჟი, რომ დარჩენილი $130,000 აუცილებლად უნდა გადამეხადა. რაზედაც მე განაცხადე უარი და აქედან იწყება ბრძოლა. ფაქტიურად 2009-12 წლებში მიმდინარეობდა ბრძოლა აიმ შეპირებული $200,000 ამოსაღებად, $70,000 მეტი ვერ შეძლეს, ამიტომ დაიწყო ჩარევები. პირველი იყო ამირან მესხელის სახელით ხდებოდა დაშანტაჟება. ამირან მესხელი გახდა ბატონ მერაბიშვილის ერთ-ერთი მოადგილე იცით. მე ის ვნახე მხოლოდ დაკავების მომენტში, მანამ ის ფიზიკურად არც მინახია. მისი სახელით ხდებოდა თანხების წაღება, რაც შეეხება მერე ჩაერია ბატონი ალიბექ სალაყაია, რომელიც ესე იგი დამპირდა, რომ თითქოს ეს დაარეგულირებდა ურთიერთობას და მე დამანებებდნენ თავს. მან წაიღო $51,000, შემდეგ კი ესე იგი მომიბრუნდა და მითხრა, რომ თქვენ გაქვთ ნაციონალების ხარკი გადაუხდელი, ანუ თქვენ გადააგდეთ ნაციონალები, კეთილინებეთ და მიეცით მათ $130,000.